საღამო მშვიდობისა, მოგესალმებით, დღეს შაბათია და როგორც ყოველთვის ეთერშია საქართველოს ფანოღი. მოგეხსენებათ, ძალიან კარგი ტური იყო, წინა ტური, კარგად გამოიშნეს თავი ჩვენმა მონაწილეებმა და ჩემი სახელით და ჟიურის სახელით ყველას დღესაც წარმატებას ვსურვებ, იმიტომ რომ დღეს საპასუხისმგებლო ტური გახლავთ, ეს გახლავთ ქალაქური სიმღერების ტური. ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, 40 ქულა დაიწერა და იმედი მაქვს, რომ ეს ადამიანები დღესაც სანახაობრივად გამოიჩენენ თავს. კიდევ ერთხელ წარმატებები თქვენ და მე კი მინდა გაგაცნოთ, წარმოგიდგინოთ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი, სტუმრები ამ შემთხვევაში მამაშვილი, არჩვაძეები ნიკოლოზი და დავითი. ფეხბედნიერი იყოს ნიკოლოზ, შენი ფეხი შემოძვირფასო ჩვენ პროექტში და სულ გემღერებოდეს. ნახეთ, ახლა ოპერატორი უკვე აღებული ექნება, აგერ ჩემო ბატონო, გადასარევი და დღეს დაეხმარება მამას იმედი მაქვს. მადლობა დავით, რომ მოხვედი ჩვენთან ერთად. ხარ ჩვენთან ერთად. უმშვენიერესი, რა თქმა უნდა, პროექტის სულის ჩამდგმელი, ულამაზესი, უნიჭიერესი ნინო ჩხეიძე. გადასარევად გამოიყურები ნინო როგორც ყოველთვის და რა თქმა უნდა გვერდს როგორც ყოველთვის გიმშვენებენ ჩვენი ვაშკაცი ბიჭები, მეგობრები, ჩვენი და საქართველოსი ნიკოლოზი. მოდი ესე ვიტყვი, ბუთქუნა და თამაზა ყველას ასე უყვარს. ჩვენი მეგობრები და მე მგონი კარგ ხასიათზე ვართ. წინა კვირიდან გამოვყვა და იმედს ვიქონიებ, რომ დღესაც ასეთ დღეში ვიქნებით ყველანი. მოკლედ, აბა შენიც ნიკოლოზ, პირველი ნაბიჯებია შენი. მე კი რა თქმა უნდა, ჯერ სანამ გადავალთ კონკურსზე, ნინიკოს ვთხოვ, თავის ახლა ვინ უნდა იმღეროს ქალაქური სიმღერა თუ არა, ან დავითმა, ან ნინომ და მოდი პირველობას მაინც ნინიკოს დაუთმევ და გახსნის ამ ტურს ნინო ჩხეიძე. აპლოდისმენტები მას. Got you
დიდი მადლობა და ნინო უკვე თუ მზად ვართ, შეგვიძლია გასცე ბრძანება და დავიწყოთ. მაშასე ეს ადამიანი ბატონი დავითი 40 გულის მფლობელი გახდა წინა ტურში და ვნახოთ დღეს რას შემოგთავაზებს. დავით ჩიხლაძე ქალაქური სიმღერით. გთხოვთ. მოგესალმებით. თბილისელგაც თბილისურა მიყვარს შენი უბნები სხვას არ ვეტყვი მიყვარხარო მარტო შენ გეუბნები მოვინის ქუჩელიმა თვარზე ფეხი და გავადიმა გაუქმებულ აიბნების სიმღერა და დარადიმა მოვკვდე როცა გაქცავალო ჩავკრე როგორც სანათელი ყველა შენ გენაცვალოს ერთგული ყვის სახელი ყველა მთაწმინდელი და ყველა სოლოლაგელი დიღმელი თუ წყნეთელი ბერელი თუ ვაგელი ერთადერთო შემოღმერთო ჩემო თბილისო ერთადერთო შემოღმერთო თბილის ქალაქო სიზმრად ნახე ძველი რიყე ძელი უბნები ძველი ავლაბარელები და ძველი ყარფუღელები სიჩაბუკე მიბრუნდება ლახტის წერენში ვიჯერები სად არიან შენი ყოჩი გამრიანი ვიჯები მოვკვდე როცა გაქცავალო ჩავკრე როგორც სანათელი ყველა შენ გენაცვალოს ერთგული ყვის სახელი ყველა მთაწმინდელი და ყველა სოლოლაგელი დიღმელი თუ წყნეთელი ბერელი თუ ვაგელი ერთადერთო შემოღმერთო ჩემო თბილისო ერთადერთო შემოღმერთო თბილის ქალაქო თბილის ქალაქო თბილის ქალაქო დავით ჩიხლაძე მადლობა დავით აი უკვე წვერის გარეშე გამოგვეცხადა ბატონი დავითი და უნდა შევაფასოთ. ბევრს არ ვილაპარაკებ, მე მომწონს ამ ადამიანს, რომ წინსვლა აქვს, ვიდრე დაიწყო, არის ძალიან მონდომებული, მოწესრიგებული, მობილიზებული, თავმდაბალი ადამიანი და მღერის ისე, როგორც ჩვეულებრივი ქართველი, კარგი გულის ადამიანი. ცხრიანს დაგიწერთ. 9 ქულა. დიდი მადლობა ნინოს. ვახო. ნუ მეც დავეთანხმები ნინოს და ამ შემთხვევაში მეც ცხრიანი ჩემოვიფარგლები, იმიტომ რომ 9 ქულა. მაინც ცოტა დაგვაკლდა, მაგრამ არა უშავს კარგი იყო საერთო ჯამში. დიდი მადლობა და დავით. ყველას დაუწერ დღეს 10-იანებს რო იცოდეთ. დიდი მადლობა. მოეფერე ბავშვკაცო. ნიკოლოზ. მეც რა ვიცი, ეს ადამიანი დადებითია, ნინო მისაუბრა, კარგი გულის არისო, მე ნახველიც მინდა გამოყო და ღვიძლიც. მოწესრიგებული ადამიანია ნამდვილად და ვერაფერს გეტყვით, ცუდს, ნუ არ ვიქნები კრიტიკული, მე ამ შემთხვევაში მე 9-ს დაგიწერ დღეს. 9 ქულა. კარგი, დიდი მადლობა, 3 წლიანი, 1-10-იანი მშვენიერი შეფასება იყო. დიდი მადლობა, გადასარევი. და მარი დარსალია სცენაზე. აპლოდისმენტებით შევეგებოთ მარის წარმატებები.
გულში დავდივარ თბილისელი დარდი მანდივარ შენ ასეთი ლამაზი შენ ასეთი კარგი ხარ თბილისო ჩემო ქალაქო ჩემი დარდი ხარ თბილისო ჩემი ოცნების ქალაქო არასდროს არ დაბერდები არასდროს თბილისო ჩემო თბილისო შენი ვარ შენ სიყვარულზე მღერი ვარ შიგნით სანატრელი ხარ სალოცავი ხატი ხარ შენ სიყვარულს დავატანებ თან შენ ასეთი ლამაზი შენ ასეთი კარგი ხარ თბილისო ჩემო ქალაქო ჩემი დარდი ხარ თბილისო უშენო გოგნაცნელია თბილისო ეს გული მარტო შენია იცოდე აქამდე რაც მიმღერია შენია ყველა სიმღერა შენია სიყვარულის ქალაქო ოცნება და არაკო მეც ხომ შენი მოდრფიალება შენ ასეთი ლამაზი შენ ასეთი კარგი ხარ თბილისო ჩემო ქალაქო ჩემი დარდი ხარ თბილისო ჩემი ოცნების ქალაქო არასდროს არ დაბერდები არასდროს თბილისო ჩემო თბილისო შენი ვარ შენ სიყვარულზე მღერი ვარ თბილისო უშენო ყოფნაცნელია თბილისო ეს გული მარტო შენია იცოდე აქამდე რაც მიმღერია შენია ყველა სიმღერა შენია მარი დარსალია შვენიერი ვნახოთ მე მახსოვს რაღაც გითხრა ნინომ წინა ტურზე და ეხლა აბა როგორ ხო, სხვათა შორის მარი არის ერთ-ერთი რომლისთვისაც არასდროს შეღავათი არ გამიწევია და არასდროს არ მომიმატებია ქულა და ყოველთვის პირდაპირ ვეუბნები ხოლმე და მე დღეს სიმართლე გითხრა არ მომეწონა იმდენად ნამღერი ვერ ვიტყვი რომ ეს იყო იდეალური ნამღერი მაგრამ იყო გათვალისწინებული ძალიან ბევრი ფაქტორი რაც წინა ტურებში უთხარი ეს მომეწონა ძალიან მომეწონა ის რომ ტემბრალურად ცდილობდა რომ არ და ხმას არ დაწოლოდა და ეს რაღაცა მომრგვალებული ქალაქური ტემბრით ემღერა. მომენტებში პატარა გაურბოდა, მაგრამ ის თქვა რაღაცა მეტალი იმ ხმის, რაც თქვა ამ სიმღერაში არ იყო საჭირო, მაგრამ მაინც ცდილობდა და იყო ეტყობოდა ამას, რომ ნაშრომი ქონდა ამ სიმღერაზე და ცდილობდა, რომ კარგად ემღერა. ეს არის მთავარი. მინდა ვთქვა, რომ ამ პროექტში ზოგადად მთავარი არის ის, რომ ადამიანები ცდილობენ, ჩვეულებრივი ადამიანები, დათო, შენ მინდა რომ გითხრა. ანუ ეს პროექტი ყველა მონაწილეს მინდა შევახსენო აქაც კონკურსანტებს, რომელსაც ამბიცია აუმაღლდათ. ეს არის ჩვეულებრივი ადამიანების კონკურსი, სადაც მოდიან მღერიან ადამიანები, თვითონ იქნიან კარგანწყობას, მაყურებელს აყენებენ კარგანწყობას და მიდიან ისე. აი, მარის შემთხვევაში ეს არის ზუსტად გამოჭრილი ამ პროექტისთვის, იმიტომ რომ რაღაცა ამბიციის გარეშე გოგონა მოდის, მღერის და ცდილობს რომ ყოველ ტურს იმღეროს უკეთესად და უკეთესად. ჩემთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. და მე დღეს მოუმატებ მარისაც ქულას, ერთ ქულას და დაუწერ 9-ას. კაი გოგო ხარ მარი? 9 ქულა, წარმატებები მშვენიერი. თუ დაგვაცადა ნიკოლოზმა და თუ მინდათ გაიწყოს. დღეს ისევ და ისევ გულუხვი ვარ და 10 სავწე. 10 ქულა. დიდი მადლობა. მომეწონა მეც მარიამი მხიარული იყო დღეს და ნუ აი ეს დეტალები რასაც ნინო გესაუბრებოდა რომ გეპარებოდა ხმაში ცოტა ის შენი რაღაცა მჭექარე ხმა რომელიც გინდოდა გამოგემშღავებინა მაგრამ არ უხდება ამ სიმღერას მეც ამიტომ დაგიწერე შენ 9-ას მაგრამ საბოლოო ჯამში კარგი იყო მაინც დიახ მოდი მეც კონკრეტული ვიქნებ რომ ჩემგანაც 9-იანი გადასარევი ესე იგი მადლობა შვენიერი შეფასება წარმატებები ჩემო ძვირფასო ჩვენ კი ვაგრძელებთ და სცენა მინდა დაუთმო ნოდარ მეგრელიშვილს გთხოვთ
ფიქრე ბევრი წამიგელოდი ექსამები გულშის სიგარულზე დამღეროდი ექსამები გულშის სიგარულზე დამღეროდი ვასკლავებთან დამათერადა აგერამადგავარი აგერადილა ძველისევა და გამახსენდა გული ვეღარა გახედონილა გული ვეღარა გახედონილა ისევ სიგარული დახრიშარელი პარავანა დაღალული ჩემი გული ანაგაჩუკე ნანარა ანაგაჩუკე ნანარა ისევ სიგარული დახრიშარელი პარავანა დაღალული ჩემი გული ანაგაჩუკე ნანარა ანაგაჩუკე ნანარა სკაბლადა გადაგაქცია ოლამადენი გეფერე ძალები დამათავაქცია დამგოლის ჩემი სიმერე ძალები დამათავაქცია დამგოლის ჩემი სიმერე აღარ სამაცოვს გაჩნდირობით ძამირა გამახცენა კაცრეცი ძალებს სამივდიროდი ისე მოშველის წლების წვენა ისე მოშველის წლების წვენა ისე სიგარული დახრიშრელი პარავანა დაღალული ჩემი გული ანაგაჩუკე ნანარა ანაგაჩუკე ნანარა ისევ სიგარული დახრიშრელი პარავანა დაღალული ჩემი გული ანაგაჩუკე ნანარა ანაგაჩუკე ნანარა ანაგაჩუკე ნანარა ალო ნოდარ მეგრელიშვილი როგორც ყოველთვის ესეთი დამაჯერებელი გამოხედვით, აბა ნახოთ შეფასება როგორ იქნება. ვილაპარაკებ, ნამდვილად არ მომეწონა, არ იყო საინტერესო ნამღერი, იყო ერთფეროვანი და უკეთესად შეგიძლიათ ბატონო და რიანი. რვაკულა, ნიკოლოს გისმენთ? მე? დიახ. აბა პატარა ტირის და ეს რანაირი შემოთავაზება იყო, იცი პატარა მოულოდნელად რო სტუმარი და გადგება თავზე, რო არ ელოდები ღამის 2 საათზე. და მარტო კარებზე რო კაკუნია და რო მადლობა. რა ვიცი, ვერ ვიტყვი რომ იყო რაღაც განსაკუთრებული ამ სიმღერაში, მაგრამ მე მაინც ხრიანს დაგიწერთ. ცხრაკულა. საინტერესო იქნება ვახოს იგივე მოსაზრება. აზრზე ვარ მეც. უფრო საინტერესო ვერსიაც მომისმენია საიდანღაც არ ვიცი. მოკლედ ხრიანი ჩემგანაც. ცხრაკულა, დიდი მადლობა. თუკი დააცდიან დავითს. ტრადიციულად დღეს კეთილი ვარ ძალიან. ათიკულა. დიდი მადლობა. და ახლა კი მინდა სერაზე მოვიხმო ადამიანი, რომელიც საინტერესო რაღაც რუღაცებს გვთავაზობს ხოლმე და ნახოთ ამჯერად თინათინ დათაშვილი აპლოდისმენტები როგორ წარსდგება ჩვენს წინაშე.
გარდა მე ამ ქვეყანა რა დამრჩენია თანაც თან წრემლები ჩამოვდენია ვითომ გალო თან წრემლები ჩამოვდენია Nacer grubli modis maglatsidana Nacer grubli modis maglatsidana Isdavara vinat samaqavada vinat miqvarada სამყავდა მე ვიცი მიყვარდა პატარა ბიჭი და მე კარაგა სიტელო პერანაგა პატარა ბიჭი და მე კარაგა სიტელო პერანაგა თინათინ დათაშვილი დიდი მადლობა თინა ჩემო ძვირფასო და ნინო უნდა მოვისმინოთ თქვენი აზრი თინა იცი რა არის რამე პრობლემები გაქვს ძალიან დაწრგუნული იყავი ამ სიმღერაში და არ ვიცი რა ხდება და რა არ ხდება მაგრამ რაც არ უნდა იყოს ზოგადად არ უნდა გეტყებოდეს სცენაზე რომ გამოდიხარ თუ რა პრობლემები გაქვს სცენის მიღვა ეს ერთი მეორე ყოველთვის შენ გამოირჩევი ხოლმე არტისტიზმით და ძალიან მომწონს ეს აი ამ შემთხვევაში ცოტა ზედმეტი იყო და ხელოვნური იყო ალბათ ესაც პატა მე თანხმება ალბათ ხასიათის და გამო ნუ საბოლოო ჯამში არ იყო კარგი ნომერი 9-ს დაგიწერ დღეს მომაწებულად დიდი მადლობა ნუ ახლა უნდა მოგისმინოთ აუცილებლად ვეთანხმები ნინოს ნამდვილად ამ საკითხში მე უფრო მეგონა რომ მაღალი სიცხე ქონდა მაღალი სიცხე გაქვს ნუ იცავ არა აბა რატომ მე ეხაც არ მისმენ კი 36 თინა როგორ ახარა თინა გადასარევი მე მგონი ყველაფერი კარგად იქნება თუ არ არის კარგად და ნუ მე ფიქრობ რომ ყველაფერი კარგად იქნება კი რომ უკვე ყველაფერი კარგად არის 9-იანი ჩემგანა ჩემო კარგო 9 ქულა შესანიშნავი და არ დავინახო შესაძე გვიდა არტისტულობა და ამბები გვინდა გვჭირდება შოუში კაცო ჩვენი დავით არჩაძე გარკვეული მიზეზების გამო 10 ბატონმა დავითმა SMS-ად გამოგვიგზავნა ისეთ ხმაც უნდოდა და მე მოგახსენეთ 10 ქულა დათოსგან 10 ქულა რა მინდოდა მე თქვა მეც ვეთანხმები ჩემს კოლეგებს იმიტომ რომ ასე არის ეს ყველაფერი ჩვენ არ მოგვეჩვენა ალბათ იმიტომ რომ შენი წინა გამოსვლებს თუ გავითვალისწინებთ ჩემო კარგო ეს იყო ძალიან კარგი და დღეს ანუ იმდენად კმაყოფილები ვერ დავრჩით ამ ყველაფრით რაც ჩემი აზრით გამოსწორებადია და მომავალ კვირაში ალბათ უკეთესი იქნება გაცილებით და ჩვენს წინაშე თინათინ დათაშვილი წყნეთელი ლეონტიევი წარდგება თავის ჩვეულ ამპლუაში რაც ქონდა აქამდე ჩემგანა 9-იანი 9 ქულა 100-ია ჩემო ძირფასებო შესანიშნავი ქულები იყო წარმატებები ჩემო კარგო რასაც აჩვენებს ჟიურის და განსაკუთრებით მის უდიდებულესობა მაყურებელს ის თამასა უნდა დაიჭიროთ ბოლომდე იმიტომ რომ სხვანაირად უკვე
აღარ გამოდის ხოლმე, ასე რომ ვნახოთ ბატონი ლექსო ვარძელაშვილს როგორი თამასა უჭირავს დღეს. გყავთ. როგორც შვიდი ალიაში როგორც მუჩი პეპელა ფთხრიავებს და ჩუმად ფეთქას სიცოცხლის სამთებელა რაბედის ხარა ვარსკვლავის სულ შენ ნახარ სამიზნე ნურც ერთის არც ნუ აიცდე გულოსანამ გამიცლე ბესრამ ხელა რა უცირო და რა გამძლე გამოდე ჯოჯოხეთის დამტელელო ბაცაცინა სამოთხე ჯოჯოხეთის დამტელელო ბაცაცინა სამოთხე თვითონ ღმერთი წამებული შენ ვეგწყალობს ისევე მხოლოდ გულში განისვენებს მხოლოდ გულში ისვენებს გულოსანამ გული ქვია გულო უნდა მტკიოდე გულო უნდა მიერთგულო Minut საიქიონდე სრამ ხელა რა უცირო და რა გამძლე გამოდე ჯოჯოხეთის დამტელელო ბაცაცინა სამოთხე ჯოჯოხეთის დამტელელო ბაცაცინა სამოთხე ეს რამ ხელა რა უცირო და რა გამძლე გამოდე ჯოჯოხეთის დამტელელო ბაცაცინა სამოთხე ჯოჯოხეთის დამტელელო ბაცაცინა სამოთხე ჯოჯოხეთის დამტელელო ბაცაცინა სამოთხე ლექსო ვარძელაშვილი. აი ასეთი გახდა დღეს ბატონი ლექსო და ნახოთ როგორ იქნება დღეს ქალბატონი ნინო შეფასება. აი ლექსო იყო ჩუმად სამხნის მანძილზე და უცბად მიაღწია რაღაცა ძალიან კარგ შედეგს. მე პირადად ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ იყო ძალიან მოზომილი, ძალიან მუსიკალური, აკადემიური, არაფერი ზედმეტი არ იყო. აი ჩემთვის ძალიან კარგი ნამღერი იყო, ძალიან მომეწონა, ძალიან დიდი მადლობა 10-იანი და იმედი მაქვს რომ შემდეგ ტურშიც ანუ ესე გააგრძელებ და არ იქნება ისე რომ თქვა ეს სიმღერა გამოგივიდა, თუმცა წინა ტურშიც ძალიან კარგად იმღერე, მაგრამ იცი რა მინდა, უფრო შენი თავი უფრო გამოწია, იმიტომ რომ რაღაცა ძალიან კარგად ვღერი და შენ თავს რაღაც მორცხვი ხარ თუ რაღაცნაირად ჩაკეტილი ხარ და გააგებინე ყოველს რომ კარგად ვღერი, გათამამდი ცოტა, გაიარე, გამოიარე რაღაცა ხელი. გულის ფორმა ჩაგეცვა, კარგი იქნება. ძალიან კარგი ბიჭი ხარ, მადლობა. მადლობა. ნუ დავით არჩვაძისგან 10 ქულა კი ბატონო. და ეხლა მოვისმინოთ ვახოს. როგორც დიდი ბატა გულიაშვილი იყო და ჩაიწვდა სიმღერას ნამდვილად და ვეთანხმები კიდევ ერთხელ მინდა დავეთანხმო იმაში რომ აკადემიური ნამდვილად გამოჩდი დღეს სცენაზე რადგანაც ამ სიმღერაში და ნამდვილად გამოგივიდა და ძალიან მომეწონა. რაღაცა თბილი ნოტებიც მოდიოდა და კარგად გემრიელად იყო შეფუთული ეს ყველაფერი ჩვენამდე და ჩვენს მერე მსმენელამდე მიტანილი და მაყურებლამდე რომელსაც ეხლა გვიყურებს ჩვენ ტელემაყურებელი. ამიტომ 10-იანი მინდა შენ დაგიწერო დღეს. გილოცავ, კარგია, მადლობა და ვნახოთ ეხლა ნიკოლოზი. ნიკოლოზი დიახ, ქალბატონი ნინოს საუბარს გადავაგრძელებთ. აი ლადოს ვაკვირდებით ამდენი ხანი იყო ჩუმად ლადო არა, ლექსო. ლექსოზე ვაგო. ხო. არა, ის ლადო ჩუმად. ლექსო იყო ჩუმად გამოვიდა და კიდე გაჩუმდა. აჰა. ხედავ? ამან შესაქმე.
რაც შეეხება ჩემი რჩევა, მინდა რომ წერან მოგახსენეთ ჩემმა კოლეგებმა სამსაკითხთან დაკავშირებით. აი ცოტა უფრო მეტი თავისუფლება, იმიტომ რომ შენ გაქვს იმის ყველანაირი პირობა, რომ იგრძნო ეს ყველაფერი, გაქვს იმის საშუალება, რომ თამამად იდგეს სცენაზე და მეტი ხო მოშინაურდე რა. ახლა მთად ფლოსტებით ნუ გამოხვალ. უბრალოდ სხვა რამე მიგულისხმე ამ საკითხში გამიგეთ ალბათ კარგად. წარმატებები მინდა გისურვოთ, მეც 10-იანს დაგიწერთ. მინდოდა 9.5 დამეწერა, მაგრამ გადასარევი, გილოცავ, ჩემო კარგო, პირველი 40 ქულა დაფიქსირდა დღეს, დღევანდელ ტურში, კონკურსში და ვნახოთ დღეისთვის ბოლო მონაწილე მადონა ტალახაძე თუ მიიღებს 40 ქულას. წარმატებები ყოველ შემთხვევაში. Sinავს ქალაქს თვალი შუქით განათებულს დასინებია ვარი დუდუნს მალავს სადღაც გულის სორი და სიზმრებია მიდის მოდის აცო შუმა თბილისური ღამის ნიავი კაცი კაცელს ართმევს აბაძმაო კარგად იღავი თბილისური აქანი თბილისი ოქსიდოარულის გაბარი თბილისი ამ სიმღერას რომ მაყოება თბილისი ხომ არასოდეს გაქრება თბილისური აქარი თბილისი ოქსიდოარულის გაბარი თბილისი ამ სიმღერას რომ მაყოება თბილისი ხომ არასოდეს გაქრება შეუცვლია მაგრამ მაინც ველიზე იმო აკეთელოთი თუკანს ეძებს იქით კიდევ კინტოს ეირნო აივანების ჩუქურთმები გოგოების კაფიშრიალი სილამაზი თვალსაღოლე დაგეწყება გულის პრიალი თბილისური აქანი თბილისი ოქსიდოარულის ღამარი თბილისი ამ სიმღერას რომ მაყოება თბილისი ხომ არასოდეს გაქრება თბილისური აქარი თბილისი ოქსიდოარულის ღამარი თბილისი ამ სიმღერას რომ მაყოება თბილისი ხომ არასოდეს გაქრება თბილისური აქარი თბილისი ამ სიმღერას ღაბარი თბილისი ამ სიმღერას რომ მაყოება თბილისი ხომ არასოდეს გაქრება თბილისური აქარი თბილისი ამ სიმღერას ღაბარი თბილისი ამ სიმღერას რომ მაყოება თბილისი ხომ არასოდეს გაქრება მადონა ტალახაძე შესანიშნავი გადასარევი კულისიდან თვალყურს ვადევნებდი რა თქმა უნდა და გადასარევად გააკეთა გოგონების კაბიშრიალი აყვა ტექსტი იყო ძალიან საინტერესო გისმენთ მე მგონი კაი ნოტაზე აგვიყვანა მადონა, იცი რა არის, მე მინდა ყველას გასაგონად თქვა, მადონა არის ერთადერთი ჯერჯერობით კონკურსანტი, რომელიც სრულად ამართლებს იმ პროექტს, სადაც არის და სრულად იცის, სად არის გააზრებული. აქ მთავარია განწყობა, აქ მთავარია ხასიათი, აქ მთავარია რეპერტუარი და კარგი განწყობა ცეკვა თამაში. ეს დატვირთვა ამ პროექტზე. შენ მიხარია, რომ ძალიან კარგად გაიაზრე თუ სად მოხვედი და სად ხარ.
ხარ. ცეკვა თამაშითაც გამოაშკარავდა რომ შენ ნამდვილად ძალიან კარგ განწყობაზე დავდექით, დარწმუნებული ვარ, ჩვენი ტელემაყურებელი ძალიან კარგ განწყობაზე დადგა. რა თქმა უნდა, 10-იანი დიდი მადლობა. აბა ვნახოთ როგორ ააცეკვე ბიჭიკაშვილი, ვნახოთ. შვენიერი კარგი ტარიტარალი ქალბატონი ბრძანდება მადონა. თუ საქალბატონე და ნამდვილად გააზრებული აქვს, მინდა კიდევ ერთხელ, ნუ დღეს ახლოს ვარ ჩხეიძესთან და ვეთანხმები ძირითადად რაღაცეებში. დავეთანხმო ამ ამბავშიც, რომ კარგად გადმოგცა ეს ყველაფერი მშვენიერი ჰარი ჰარალეთი. მადონა წარმატებები და 10-იანი ჩემგან შენ. 10 ქულა, ჩემო ძვირფასო ტელემაყურებელო, აი ასეთი უცნაურები არიან, არ ჩაძეები, ორნი იყვნენ, არც ერთი არ არის, მაგრამ 10 ქულას წერენ. მაგრამ 10-იანიო დაიბარა. და ახლა კი ხო, რა ვიცი, მე მინდა დავეთანხმო ჩემს მეგობრებს იმაში, რომ ყველა კარგი იქნება თუ გავიაზრებთ. მე მესმის, რომ აქ ვინც გამობძანდება, უნდა იმღეროს, რა თქმა უნდა, სიმღერა უნდა შეეძლოს და ხმაც უნდა ქონდეს, მაგრამ ამასთან ერთად ამ პროექტს სხვანაირი ცოტა სხვანაირი დატვირთვაც აქვს და ამას თუ გავითვალისწინებთ, იქნება კარგი. რა შეეხება ქალბატონ მადონას, მისი გამოსვლა ყოველთვის ასე გამოირჩევა, რომ დადებით აურას ქმნის და პოზიტივზე გვაყენებს ყველას და იმედია ჩვენი ტელემაყურებელიც ასეა ამ შემთხვევაში. აბა და ნიკოლოზმა 10 ქულა დასწერა. დიდი მადლობა, გილოცავ. მართლაც მშვენიერ ნოტაზე ვასრულებთ დღეს ჩვენს გადაცემას. ხვალ აუცილებლად დაგიბრუნდებით და გული მიგრძნობს და აქაც ასე ვკითხულობ, რომ ხვალ კაცი ალბუზი გახსნის საქართველოს ფანობს და დაველოდოთ დიდ ომარ პაიკიძეს პატარა სიმღერით, აბა დროებით.